ევროკავშირიდან მოსალოდნელ სანქციებამდე ერთი დღით ადრე ოცნების რიტორიკა ისევ თავდასხმა და დეზინფორმაცია. ოცნების დეპუტატები თავიანთი პოლიტსაბჭოს განცხადების პათოსს აგრძელებენ. ასევე ამტკიცებენ, რომ სანქციების არ ეშინიათ, თუმცა იმისი აღიარება უწევთ, რომ ეს ევროპული სანქციები დისკომფორტი ნამდვილად იქნება. ოპოზიციის შეფასებით კი ეს დისკომფორტზე გაცილებით მეტი იქნება და სანქციები მიუახლოვდება ყველას. არა მხოლოდ რეჟიმის წარმომადგენლებს, არამედ მათ გარემოცვასაც, რომელიც ოცნებას უკანონო ქმედებების განხორციელებაში უწყობს ხელს. ამ სიაში დიდი ალბათობით იქნება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი. სიის სხვა წევრებზე სავარაუდოდ ხვალ გავიგებთ, როცა ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხს განიხილავენ. ნინი ბალანჩივაძემ მოისმინა პოლიტიკური შეფასებები ამ საკითხზე გვერდება პირდაპირ ეთერში. ზუსტად ერთი დღით ადრე იქამდე, ვიდრე ბრიუსელში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, სადაც შეიკრიბებიან ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები. შეიძლება ითქვას, რომ ქართული ოცნება ჩვეულ ფორმაშია. დღეს ჩვენ მათგან ვისმენთ ისევ მსგავს განცხადებებს, დეზინფორმაციულ კამპანიას, ისევ შეთქმულების თეორიებში არიან დღეს ქართული ოცნების წარმომადგენლები და ამტკიცებენ იმას, რომ მათ არ ეშინიათ სანქციების, თუმცა იყო გამონაკლისი, მაგალითად თენგიზ შარმანიშვილი ამბობს იმას, რომ სანქციები რა თქმა უნდა სასიამოვნო არ არის, თუმცა ისინი მყარად იდგებიან ამ სანქციების პირისპირ. გარდა ამისა, დღეს ბიძინა ივანიშვილის გუნდის წარმომადგენლები ცდილობდნენ, რომ გაეიგივებინათ ქართული ოცნება და საქართველოს მოქალაქეები, აკეთებდნენ განცხადებას, რომ უსამართლოდ ისჯება ქართველი ხალხი, როდესაც საუბარია არის სანქციებთან დაკავშირებით, როდესაც საუბარია უვიზო მიმოსვლის გადახედვაზე, თუმცა აქაც ჩვენ ქართულ ოცნებას შევახსენეთ მათი დეზინფორმაცია იმასთან მიმართებით, რომ როდესაც პარტნიორების საუბრობენ ურთიერთობების გადახედვაზე, როდესაც საუბრობენ სანქციებზე, ისინი ყოველთვის უსვამენ ხოლმე ხაზს იმას, რომ გვერდით უდგანან ქართველ ხალხს, რომელთა არჩევანი არის ევროპული, თუმცა ისინი გაატარებენ შესაბამის ზომებს ქართული ოცნების რეჟიმის წინააღმდეგ, რომლებიც ქვეყანაში დგამენ ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებს. დღეს ქართულ ოცნებაში ამტკიცებდნენ იმასაც, რომ მოჩვენებით რეალობას ვქნით, რომ თითქოს ქვეყანა არ არის იზოლაციაში, თუმცა ამ ყველაფრის საპასუხოდ ცხადია ჩვენი კითხვები, უბრალოდ მათთან იყო იღებენ თუ არა მაგალითად პასუხისმგებლობას იმაზე, რომ შესაძლოა გადაიხედოს უვიზო მიმოსვლა, ვიზა ლიბერალიზაცია, ასოცირების ხელშეკრულება, თუმცა ქართულ ოცნებაში ამ ყველაფერთან დაკავშირებით გვეუბნებიან, რომ ისინი ვერ იღებენ პასუხისმგებლობას, არ იღებენ უпростоრად, ვინაიდან ეს არის უსამართლო დამოკიდებულება. ჩვენ გამოვლილი გვაქვს ქართულ სახელმწიფოს ისეთი გამოწვევები, როგორიც არის 4-ჯერ მცდელობა რევოლუციური სცენარების საქართველოში. მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებული თავიდან ბოლომდე მცდელობები. ეს ყველაფერი ჩვენ გამოვლილი გვაქვს. უსამართლო განცხადებები, ბრალდებები შავხრელებთან დაკავშირებით, რომელიც არ დამტკიცდა და ასე შემდგომ. ასე რომ ასეთი ტიპის განცხადებები და ასეთი ტიპის მუხარები 15 კაციანი სიებთან და სანქციებთან დაკავშირებით პირიქით მოქმედებს. უფრო აღვივებს ქართულ საზოგადოებაში იმ მოტივაციას, რომ ჩვენ უნდა დავიცვათ ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტი. და ეს გაგრძელდება ასე. მე მგონი ხედავთ, რომ შეშინების მეაფერი მემჩნევა და არც ხალხის ძალას და ასევე ჩვენ გვაქვს ხოლმე კონსულტაციები ქართულ ოცნებასთან ბუნებრივია სხვადასხვა საკითხებზე და არც იმათ არ ემჩნევათ არანაირი შიში. იზოლაციაში რო ხარ სანქციები რო იწესდებათ, ეს არაფერია. ნუ ახლა მე ხო გითხარით თქვენ რომ გამოდით სიზმრიდან მეთქი და ხართ თქვენ ამ სიზმარში და ამ შავი ხვრელების სიზმრებში რაღაცა ვირტუალურ დაქცევის სიზმრებში და იყავით ახლა 2012 წლის მერე შეშინებულები ვართ, მათ რო გითხოთ რა აღარ დამთავრდა ეს ჩვენი შიში ხო? ხომ დაინახეს რა არის საგუშია. განა იმიტომ რომ ჩვენთვის ეს სასიამოვნოა ამ იმეს რამეს კეთილს მატებს თქვათ ეს სანქცია. უბრალოდ საქართველოს სუვერენიტეტის დაცვასთან მიმართებაში ჩვენი პირადი დასანქცირება და თუნდაც კიდევ უარესი სამომავლო ბედი არაფერს არ ნიშნავს. ამაში თუ კიდევ ვერ დარწმუნდნენ, გააგზავნონ ეს. ოპოზიცია დარწმუნებულია იმაში, რომ საკმაოდ მძიმე იქნება სანქციების ახალი ტალღა, რომელიც სავარაუდოდ წამოვა ევროკავშირის მხრიდან, ვინაიდან უკვე აქტიურად მიმდინარეობს საუბრები, არსებობს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ უკვე არის შედგენილი 15 კაციანი სია და ევროკავშირი ემზადება სწორედ მათ დასასანქცირებლად. ამაში იქნებიან არა მხოლოდ ქართული ოცნების მაღალჩინოსნები, არამედ დაბალი რგოლის წარმომადგენლები, ის ადამიანები მაგალითად, რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებებს სასამართლოში, სხვადასხვა საქმეებთან
მიღებასთან დაკავშირებით ოპოზიცია პირდაპირ საუბრობს იმაზე, რომ ქართულ ოცნებას ძალიან შეასუსტებს ეს სანქციები, ვინაიდან მას შემდგომ რაც ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ნახეთ პირველი ტალღა, შემდგომ უკვე იყო ევროკავშირის წევრი ქვეყნების სანქციები, ახლა უკვე ერთობლივად მსჯელობს ევროკავშირი, მათ შორის სანქციებისთვის ემზადება დიდი ბრიტანეთი. ჩვენ ასევე გვაქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ გიორგი გახარია იმყოფება ბრიუსელში და მას უკვე ხვალაც და შემდგომ დღეებში ექნება მაღალი რანგის შეხვედრები ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან და ის იმუშავებს იმასთან დაკავშირებით, რომ ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით რაიმე პრობლემა არ შეექმნას ქართულ ხალხს, ვინაიდან ოპოზიცია საუბრობს იმაზე, რომ მთავარი პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს და მთავარი ნაბიჯები სწორედ უნდა გადაიდგას ქართული ოცნების ხელისუფლების, ეგრეთ წოდებული ხელისუფლების წინააღმდეგ, რომლებიც აკეთებენ ყველაფერს იმისათვის, რომ ქართველი ხალხი დააშოროს ევროპულ სიკეთეებს. ევროკავშირის ministrების შეხვედრა და ეს განხილვა არის ძალიან მნიშვნელოვანი. მოლოდინი არის, რომ ეს იქნება ძალიან მკაცრი შეფასებები, იქიდან გამომდინარე, რომ ამის ასე ვთქვათ წინა შეფასებებიც უკვე საკმაოდ მკაცრი არის. რა თქმა უნდა, ამ კონტექსტში იქნება გიორგი გახარია, ის იქნება ბრიუსელში, სადაც ექნება მაღალი რანგის შეხვედრები, მთავარი თემები, რომლებზეც გიორგი გახარია ყოველდღიურად მუშაობს და ამ შეხვედრების ფორმატშიც ის შეხვდება სხვადასხვა მაღალი რანგის ხელმძღვანელებს, იქნება პირველ რიგში პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი, ასევე ის მდგომარეობა, რომელიც ქართულმა ოცნებამ დააყენა ჩვენს ქვეყანაში და ასევე ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც გახლავთ ვიზა ლიბერალიზაციის საკითხი. ივანიშვილის რეჟიმისთვის ორი მთავარი პრობლემა არის. ერთი არის მუდმივი საპროტესტო ტალღა საქართველოში და არ თანამშრომლობა ძირითადი პოლიტიკური და სამხალხო აქტორების მიერ რეჟიმთან და მეორე ეს გახლავთ სანქციების პროცესი, რომელიც ეხება ყველა შრეს ივანიშვილის ბანდის. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საპროტესტო გამოსვლები უნდა იყოს ყოვლისმომცველი და მათ შორის სანქციების პროცესი უნდა იყოს ყოვლისმომცველი, იმიტომ რომ ყველა ასე ვთქვათ ფენამ ივანიშვილის აი ამ სისტემის, აი ამ ბანდიტური ორგანიზაციის, რასაც ივანიშვილის ბანდა წარმოადგენს, ხომ მთლიანობაში ეგრეთ წოდებული მთავრობის, ეგრეთ წოდებული პარტიის სახით, აი ყველამ უნდა იგრძნოს სიმძიმე, მათ შორის სანქციების კუთხით. ხვალინდაც თომას ბრიუსელში უხელმძღვანელებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი მაგიდაზე არის ყველა ვარიანტი ქართული ოცნების საპასუხოდ, იმ ნაბიჯების საპასუხოდ, რასაც ჩვენ ვხედავთ ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმის მხრიდან და მათ შორის უკვე არსებობს ინფორმაცია 15 კაციან სიასთან დაკავშირებით, ფორმულას ინფორმაციით ამ სიაში ევროკავშირის მაგნიტსკის სიაში მათ შორის მოხდება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი და უკვე ჩვენ წინასწარ ვისმენთ განცხადებებს იმასთან მიმართებით, რომ ეს სანქციები შეეხება არა მხოლოდ ქართული ოცნების მაღალ ჩინოსნებს, არამედ ქვედარგოლის წარმომადგენლებს, იმ ადამიანებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან უსამართლო გადაწყვეტილებებში.